მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს მოვედი ესეთი უგემრიელესი კერძით, გრეჩიხა ქათმის ფილესთან ერთად. აი მე არის ძალიან გემრიელი. ჩემ ბიჭებს ზოგადად დიდად არ უყვართ გრეჩიხა და ესე ძალიან მიირთმევენ გემრიელად, რადგან მართლა ძალიან გემრიელი გამოდის. სცადეთ, დამიჯერეთ, მოამზადეთ და ეხლა განახებთ რა პროდუქტები დაგჭირდება ამ გემრიელობის მოსამზადებლად. აუცილებლად დაგჭირდება რა თქმა უნდა გრეჩიხა. ასევე დაგჭირდება პილპილი და ნიორი. მე მაქვს ესენი ორივე ერთად, ესე იყიდება, დაღერხილი შავი პილპილი და გამხმარი ნიორი. ასევე ქათმის ფილე, 1 ცალი სტაფილო საშუალო ზომის, 1 ცალი საშუალო ზომის ბულგარული, ხახვი, ტომატ-პასტა, კარი სუნელი, ესეთი, ასევე ხმელი სუნელის დაგჭირდება ცოტა, მარილი, ზეთი გრეჩიხისთვის და ზეთი ქათმის ფილის მოსაშუშად. ეხლა დავიწყოთ მომზადება. ეხლა მე გრეჩიხა გადამაქვს, გასარეცხი გრეჩიხა გადამაქვს ქვაბში. ჩემი გრეჩიხა არის გარჩეული, თუ წონისას ყიდულობთ, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გავარჩიოთ. და ეხლა ჩვენ გრეჩიხას კარგად მოვხალავ სულ ცოტაოდენ ზეთთან ერთად. ჯერჯერობით არ გამირეცხია გრეჩიხა. ინახეთ, 3-5 წუთის განმავლობაში მოვხალავ. მოხალული გრეჩიხა ბევრად გემრიელი გამოდის. კარგად რომ მოიხალება, ეხლა გავრეცხავ. გავრეცხავ აუცილებლად გამდინარე წყლის ქვეშ და ესე, როდესაც ამზადებთ გრეჩიხას, უფრო მეტი ნაგავი და ჭუჭყი გამოდის, ვიდრე უბრალოდ რომ რეცხავთ. ეხლა კარგად გავრეცხავ და გადავიტან მოსახარშად. აი ნახეთ, რამდენი ჭუჭყი გამოუვიდა. ჩემო ძვირფასებო, მე გრეჩიხას მოვხარშავ მარილთან ერთად, ზოგადად უმატებ ზეთსაც, მაგრამ ეხლა რადგან ქათმის სოუსი უნდა მომამზადო, უბრალოდ მარილთან ერთად მოვხარშავ. წყალს უშვები 1 ჭიქა გრეჩიხა, 2 ჭიქა წყალი. სანამ ეხლა ჩვენი გრეჩიხა მოიხარშება, მოდი მომამზადოთ გათამი. დავჭრათ ხახვი ვეცადოთ დავჭრათ ძალიან წვრილად. აი ნახეთ როგორ წვრილად ვჭრი, რადგან ბავშვებისთვის ვაკეთებ. ზოგს არ უყვარს ხახვი და მაგიტომ ვცდილობ, რომ ძალიან წვრილად დავჭრა. ესე დაჭრილი ხახვი ნამდვილად არ იგრძნობა. ასევე დავჭრათ ბულგარული. ტაფა კარგად გავაცხელოთ აუცილებლად, სანამ ჩვენ ბოსტნეულს ვჭრით, დავამზადებთ და გადავიტანოთ ჩვენი ბოსტნეული ტაფაზე. ყველაფერი კარგად უნდა მოვშუშოთ ერთად. სტაფილოს გავხეხავ სახეხზე. თან სასარგებლო კერძით გამოდის, თან ძალიან გემრიელიც. კარგად გავაცხელეთ ტაფა და ეხლა გადავიტან ზეთს. არ ველოდები ზეთის გაცხელებას, რადგან ტაფა უკვე გაიცხელია და გადამაქვს ხახვი. ცეცხლი მაქვს ძალიან მაღალზე, რადგან მინდა ყველაფერი რომ მოიბრაწოს და არ მოიშუშოს, უბრალოდ მინდა კარგი მოუბრაწული ბოსტნეული, კარგად რომ მოუბრაწოთ ქათამიც, არ მინდა რომ ზედმეტი წყალი გამოუშვას გინდათ ბოსტნეულმა, გინდათ ქათმის ფილემ. და აი მაღალ ცეცხლზე ვწვავ ყველაფერს. ეხლა ვამატებ ბულგარულს. როცა ოდნავ ხახვი მოიშუშებ ოდნავ. და ეხლა ბულგარულთან ერთად კარგად მოვშუშავ. ნახეთ, როგორ შიშხინებს, რადგან ცეცხლი მაქვს ძალიან მაღალზე ანწეული. ეხლა გავხეხოთ 1 ცალი სტაფილო და გადავიტანოთ ჩვენ ბოსტნეულთან. აი ესე მოიბრაცა ხახვი და ბულგარული და ეხლა დავამატებ სტაფილოს. სასარგებლოც არის და ამავდროულად ძალიან გემრიელიც. კარგად ურევთ, ხშირად უნდა მორევა, რადგან არ მიიწვას, ცეცხლი მაღალზე გვაქვს. ყველაფერს კარგად ურევთ, რადგან არ დაგვეწვას.
ბოსტნეული კარგად მოიბრაწება. სანამ ეხა ჩვენი ბოსტნეული იბრაწება, მოდი დავჭრათ ქათმის ფილე. მე მაქვს გარეცხილი გასუფთავებული ფილე უკვე და დავჭრით წვრილად. აი ნახეთ. პატარა კუბიკებად. ესე კუბიკებად დავჭრით ჩვენ ქათამს. ვეცადოთ, რომ ყველა პროდუქტი დავჭრათ წვრილად. ბოსტნეული არ გვავიწყდება, კარგად აურიოთ და უკვე კარგად რომ მოიბრაწება ჩვენი ბოსტნეული, გადავიტანოთ ქათმის ფილე. გაზი მაქვს ძალიან მაღალ პარზე. თავს არ ვახურავთ არაფერს. რადგან მე მინდა რომ ფილე კარგად მოიბრაწოს, შიგნით არჩეს თავისივე წვენი და არ გამოშრეს და ამიტომ მაქვს ესეთი მაღალი პარი. თავსახურიც არ გჭირდება ჯერჯერობით. ესე კარგად აურევ ყველაფერს და ქათმის ფილე ცოტა ფერს რო შეიცვლის, მერე დავამატებ სუნელებს. აი ნახეთ ესეთი ყველა ჩვენი ფილე თეთრი რო გახდება, ეხლა დავამატოთ მარილი და სუნელები. ვამატებთ პილპილს და ნიორს. ორი კოვზი საკმარისი იქნება. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ უქნათ. ასევე ვამატებთ მარილს. მარილი ბევრი არ მოგვივიდეს, რადგან გრეჩეხასაც უქენით მარილი. ასევე ვამატებთ კარი სუნელს. ძალიან უხდება ამ კერძს. და ამ ყველაფერს ახლა კარგად აურევ ერთმანეთში. ყველაფერს კარგად რო აურევ, დავამატოთ ტომატ პასტა. აუცილებელია ტომატ პასტა. აქ საწებელი არ გამოგადგებათ. ტომატით ბევრად გემრიელი გამოდის, ვიდრე საწებელით. გადაგვაქვს ჩვენი ტომატ პასტა, ამასაც კარგად აურევ და კარგად მოვუბრაწავ ჩვენს ქათამთან ერთად. ჩვენი ტომატ პასტაც კარგად რომ მოიბრაწება, დავამატოთ წყალი. მეგობრებო, წყალი ბევრი არ მოგივიდეთ, ზუსტად დავწერ რამდენი დაჭირდება წყალი ესეთ პორციის მოსამზადებლად, რადგან ჩვენ არ გვჭირდება რომ იყოს ძალიან წვნიანი, ზომიერად უნდა გქონდეს წვენი და განახებთ რამდენი წყალი დავასხავ და დაგიწერთ რამდენს ვაკეთებ. ეს უნდა გამოვიდეს სქელი соуსი. ქათმის ფილე სქელ соуსი. აი ნახეთ. მოიშუშა უკვე ჩვენი ტომატიც და ვასხავ წყალს. წყალს ვასხავ ეტაპობრივად, რომ ვნახო ზუსტად როგორი კონსისტენციისაა ჩვენი მასა. ამ კერძს ძალიან უხდება ქინძი, ოხრახუშიც, მაგრამ მე სამწუხაროდ არც ერთი არ მქონდა. აი ნახეთ, ცოტა კიდე უნდა წყალი. ზუსტად დაგიწერთ რამდენი წყალი დაჭირდება. წყალს რო დავასხავთ, აი ეხა დავახუროთ თავსახურავი. და ვაცადოთ 10-15 წუთი. აი ესე უკვე მზად არის ჩვენი საჭმელი და დავამატოთ ხმელი სუნელი. მე ძალიან მიყვარს ხმელი სუნელი და თითქმის ყველაფერს სულში უკეთებ. ეხა კარგად აურევ ყველაფერს
2 წუთი ვაცდი და ჩვენი ქათმისფილე соусიც მზად არის. ეხლა ვნახოთ გრეჩიხა. გრეჩიხაც მოიხარშა, ნახეთ. და გადავიტანოთ გრეჩიხა ჩვენ ფილესთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ ცალ-ცალკე მიირთვოთ გრეჩიხას მოასხათ ეს соуსი, მაგრამ მე მიყვარს ესე კარგად რო აურავთ ერთმანეთში. გემოები კარგად ერევა ერთმანეთს. ესე კარგად აურიოთ. ყველაფერი ერთად გავაერთიანოთ და ჩვენი უგემრიელესი კერძიც მზად არის. ეხლა დავასერვიროთ. თუ მოგეწონათ მეგობრებო, ჩემი მომზადებული კერძი, გამოიწერეთ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც, მოიწონეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ჩემი ვიდეოები, დამიწერეთ კომენტარები, თქვენთვის რთული არ არის და ჩემი არხის წინსვლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მომავალ შეხვედრამდე, მომავალ გემრიელობების მომზადებამდე.